სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა იქნება ბოლო და ამით დავამთავრებთ ჩვენ ამ განყოფილებას, რომელიც იყო დიდი AB ნაწილით და მე მქონდა გეგმაში, რომ ერთ კვირაში მთელი განყოფილება დავამთავრებინა ხოლმე და მალულ ვაფხულს, რომ მომცა ეს საშუალება, მიუხედავად იმისა, შეიძლება ცუდად ვერ აგრძნობ თავს კარგად, რომ დამემთავრებინა ამ კვირაში, იმიტომ რომ ხვალე სამსახურში გავდივარ და ახალ განყოფილებაზე გადავალთ. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 14 სექტემბერს ჯონ მაკარტურის მიერ და ბოლო კითხვას იგივე პიროვნება სტივ მილერი, რომელიც იყო ფლორიდიდან და ძალიან საინტერესო კითხვა საერთაშორის. ეს ეხება მთესველის იგავს, გასწოთ ხო? და ის სვას ესეთ კითხვას. კლდოვან მიწაზე დაცემული თესლი და ეკალბარდებზე დაცემული თესლი. როგორ დამთავრდებდნენ? ისინი გადარჩებოდნენ? ჯონ მაკარტური პასუხობს ყისიერად, ხისტად, არა. ანუ სხვა სიტყვებით რომ თქვა, გადარჩენა ნაყოფის გარეშე შეუძლებელია? და ჯონ მაკარტური დიახ ასეა. აქ არის ზუსტად მთელი აზრი ჩადებული. ასე რომ ნაყოფი ეს არის ხსნის წერტილი? დიახ. გახსოვთ ხომ, ზოგიერთმა ნაყოფი გამოიღო. თქვენ გაქვთ იქ სამი თესველი, რომლებსაც ნაყოფი არ გამოუღიათ. ერთმა გამოიღო, გახსოვთ, ერთ ნიადაგზე დაყრილმა, ხოლო სამს არ გამოუღია. და იქ გაქვთ ნაყოფი 30, 60 და 100. მაგრამ სადაც ნაყოფი არ იყო, გახსოვთ? იქ ყარნიადაგზე რო დაეცა, ვერ შეაღწია და ფესვები ვერ გაიდგო. ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც ძნელად ისმენს. შემდეგი დაეცა კლდოვანზე, რომ მიწის ზედაპირული ქვეშ კალაპოტი არ იყო, ფესვები ვერ გაიდგეს. ისინი აღმოცენდნენ, მათ გარეგნული გამომეტყველება ჰქონდათ, გარედან კარგად ჩანდნენ, მაგრამ ქვევით მიწის ქვეშ არაფერი არ იყო. წყლამდე ვერ წავიდა და მოკვდნენ. ხოლო მესამე სარეველა, იგივე ეკალი, სარეველებით აისო და სამყაროს პრობლემებმა ისინი ჩაახშეს და დაჭკნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ვერასოდეს მივა იმ პირობით, თუ უფლის წინაშე ის მთელი გულით არ წარდგება. და თუ მთლიანად არ ჩამოშორდა მიწიერი წუთისოფლის ყველა საგნებს და მიჯაჭულობას. ამიტომ დაჭკნა ეს ყველაფერი. მაგრამ იმ სამის გარდა, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს, იყო მოყიერი ნიადაგი, კარგი ნიადაგი. სამი სახის კარგი მიწა, რომელმაც 30, 60 და 100 ნაყოფი გამოიღო. ასე რომ ნაყოფები ყოველთვის საზომია. ვიმეორებ ყოველთვის. და კითხვის დამსველი სტივ მილერი აგრძელეს. მე ფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკია უფლობის ხსნაზე, რომელიც წინა კითხვაც იყო. იმიტომ ეს ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. და მე მახსოვს თქვენ რომ უქადაგებდით სხვა ინდივიდს ამის შესახებ. და ჯონ მაკარტური დიახ, ეს ასეა. იმიტომ რომ თუ გამოტოვებთ ქრისტეში ბატონობას, ან ქრისტეს მარტო ხსნელად მიიღებთ და არა თქვენი ცხოვრების უფლად, რა თქმა უნდა, ფესვებს ვერ გაიდგავთ. დიახ, თქვენ საუბრობთ, რომ მთლიანად ბიბლია, სახარება სწორად უნდა იქნას გაგებული. რისი გაკეთებაც ნამდვილად უჭირს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ურევთ ხოლმე, ან ვტოვებთ რაღაცებს, და აქედან კითხვის ნიშნულს ვაყენებთ ჩვენი ხსნის დოქტრინას, ჩვენი სულიერ ხსნას. და საუკეთესო არგუმენტი უფლის ბატონობა რომ მივიღოთ, ეს არის ბიბლიის კარგი შესწავლა. ამიტომ თეოლოგიაზე ნუ იკამათებთ, უბრალოდ შეისწავლეთ ბიბლიის ტექსტი. გულისხმობ, რომ მე უკვე 5 წელია, რაც მათეს ვუტრიალებ, მათეს სახარებას.
ეს ყველა მის გვერდზეა განლაგებული. რომ უფალი არის იესო ქრისტე და ასევე არის მხსნელი. ეს უბრალოდ ავტომატის მსგავსია. თქვენ იღებთ ბომბარდირებას ახდენ თქვენი ცნობიერების ამაზე. თქვენ გაივლით რომაელების წერილს, იქაც იგივე შეხვდებით. მაგრამ ადამიანები, რომლებიც შორს განან ბიბლიური ტექსტისგან, ისინი იწყებენ კამათს თეოლოგიურ ლოგიკაზე. და ისინი არჩევენ კამათს ვიდრე ტექსტის შესწავლას. მაგრამ როგორც კი თქვენ შეეცდებით ტექსტში შესვლას, უკვე всё. ის დაგიპყრობთ და ყველაფერი დასრულებულია. რასაც მე ვაპირებ იმ წიგნზე, რომელიც მე ვახსენე, მე მინდა რომ თითოეული თავის მიყოლებით განვიხილო და გამოვყო, რომელიც მოიცავს წმინდა წერილის თლიან ტექსტს ერთი მეორის მიყოლებით და ავხსნა, რომ რატომ მნიშვნელოვანია იესო ქრისტეს უფლობა და ბატონობა ჩვენზე, რომელიც კრიტიკას ვეღარ დაექვემდებარება. მაშინ რომ გთხოვთ რომ ილოცოთ ამ პროექტის შესახებ, იმედია რომ ღმერთი მოგცეს ამის საშუალებას რომ დავასრულოთ. ეხლა კი ამითი ნება მიმოძეთ რომ დღეს ვიკმაროთ, ისედაც დიდხანს შეგაჩერეთ, მე წავალ, თორე უკვე შეიძლება გაგვაგდონ აქედან, უკვე 9 საათია. მე მგონი ძალიან მშვენივრად გავატარეთ დრო და მშვენიერია უფლის სიტყვაში ჩაღრმავება, ეხლა კი ვილოცოთ და გაგიშვებთ მალე. გმადლობთ მამაო, ამაღამ ამ დროისათვის, ამ ძვირფასი დროისათვის, რომელიც დავყავით ადამიანებთან, რომლებსაც აინტერესებთ და ერთგული არიან და შიმშილი გააჩნიათ შენი სიტყვის ჭეშმარიტებისათვის. მადლობთ რომ ეს მშვენიერი დრო დაგვითმეთ თქვენი სიტყვის გარშემო და გმადლობთ იმ ადამიანებისათვის განსაკუთრებით, ვინც დასვა ეს კითხვები. ჩვენ მადლობას გიხდით მშიერი გულებისათვის და მათთვის, ვისაც სურს, რომ იცოდეს ის, რასაც თქვენ გვესაუბრებით წმინდა წერილიდან. ჩვენ გვახსოვს ადრე ჩემი ძმის მაიკის სიტყვები, რომელმაც გითხრა, რომ გვინდოდა მხოლოდ ღმერთის შესახებ მისი ცოდნის მიღმა შეღწევა. ჩვენ გვინდა ნამდვილად რომ ვიცნობდეთ მას, განვიცადოთ მისი ყოფნის სისრულე ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ლოცულობთ იესო ქრისტეს სახელით. ამინ.